და ინფორმაცია თეთრი კურორტიდან წელს პირველად გუდაურში ამინდის პროგნოზს არ დაელოდებიან. 20 დეკემბერს ზამთრის კურორტზე სეზონი გაიხსნება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია, სასტუმროების მეპატრონეები ტურისტთა მოლოდინში არიან. გუდაურს ლაშა მესხი სტუმრობდა, რომელმაც გაარკვია, რომ თუთაული არ მოვა, სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება მოხდება. გუდაურში სეზონის გახსნისთვის მოსამზადებელი ბოლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, წელს კურორტი დათქმულ ვადებში გაიხსნება. გახსნის საზეიმო ღონისძიებას კი ტურიზმის დეპარტამენტი გაუწევს ორგანიზებას. ამბობთ ჩვენ ვიყოფებით ზედა გუდაურში, სადაც ხედავთ რომ არის მეტნაკლებად კარგი თოვლი, თუ ბუნებრივი მოვლენება არ შეგვიწყო ხელა თოვლი არ იქნა გუდაურში, ამ ეტაპზე ჩვენ ხელოვნური თოვლით გავალთ ფონს. 20 დეკემბრისთვის გაიხსნება ტრასები, ეს იქნება სნოუპარკის ტრასა, საძელის ტრასა, კუდების ტრასა და პირველი ტრასა. გუდაურში ეს ღონისძიება დაიწყება 3 საათზე და ღამემდე, ღამის 10 საათამდე გაგრძელდება. 3 საათზე დაიწყება ტურისტების მოთხილამურეების, პროფესიონალური მოთხილამურეების ჩამოსრიალებით. დღის განმავლობაში იქნება რამოდენიმე შეჯიბრი, ასევე იმუშავებს DJ, მოეწყობა 4 მეტრიანი ნაძვის მორთვა და მოეწყობა ღამის ჩირაღდნების ჩამოსრიალი. გუდაურის ტურისტული პოტენციალის შესახებ საუბრობს შვეიცარიის ელჩი საქართველოში. მისი თქმით, კურორტების წარმატებისთვის აუცილებელია გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. სამთო კურორტების კუთხით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. გუდაურს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს რეგიონში პირველი. ამისთვის აუცილებელია სტაბილური სეზონი, რომლისთვისაც მუშაობა დაწყებულია. ნახე ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რომელიც იმედია სეზონის წარმატებას უზრუნველყოფს. პირადად მე ძალიან მიყვარს თოვლზე სრიალი და უქმებზე ვაპირებ გუდაურში ვიარო. შარშანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ გათოვლიანების სისტემის იმედი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. ვინაიდან ხელოვნური თოვლის საშუალება გაჩნდა წელს, ისედაც ველოდებით თოვლის წელს უკეთესი სეზონი იქნება ვიდრე პროგნოზის მიხედვით, ვიდრე იყო შარშან, ამიტომ ნელ-ნელა იკრიბება ეს პირადად ჩემ გესტჰაუსში დაახლოებით 40-მდე ტურისტი შეიძლება მივიღოთ. სინოპტიკოსების ვარაუდით საქართველოს სამთო საკურორტო ზონებში დღეიდან ყინვაა მოსალოდნელი. გუდაური განახლებული სათხილამურო ტრასებით და ინფრასტრუქტურით დამსვენებლებს ზუსტად ერთ კვირაში სეზონის ოფიციალურ გახსნაზე ელოდება.